მოგესალმებით, ჩვენ დღევანდელი ბრიფინგი ეძღვნება საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა და წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ დაანონსებულ 1 სექტემბრის აქციას უზენაეს სასამართლოსთან, რომელიც შედგება კვირას 3 საათზე და აქციის მთავარი მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტისადმი ხაზს უსვამთ. ჩვენ კუბლაშვილს არაფერს არ ვთხოვთ. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედებები იმისათვის, რომ ეს ადამიანი, რომელიც უსამართლობის მამა არის საქართველოში, დაუყოვნებლივ იქნას ჩამოცილებული თანამდებობას. ასევე მინდა თქვა, რომ ჩვენ შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას იურიდიულ გზას, უმოკლეს იურიდიულ გზას ამ მიზნის მისაღწევად. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მიღებული იქნა თავის დროზე სამარცხვინო სრულიად კანონი იუსტიციის საბჭოს შესახებ, რომელმაც დაუკანონა კუბლაშვილს ფაქტიურად ეს თანამდებობა განუსაზღვრელი ვადით. ახლა ის რომ ბატონი კუბლაშვილი, რომლის ამ თანამდებობაზე ყოფნისას 320,000 ადამიანი იქნა გასამართლებული და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0% შეადგენდა, დანერგილი იქნა ამ დროს წამების თვალთვალის და სახელმწიფო ტერორის პრაქტიკა და ეს ადამიანი ამ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, გახლავთ ქართული ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სიტუაციას შევეგუოთ და გაიმართება ეს წითელი ბარათების აქცია. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, შეთავაზებული იქნება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისადმი იურიდიული გზა, როგორ გამოვიდეს ამ უღირსი მდგომარეობიდან და ამ თუ არ გაიზიარებენ და არ დაიწყებენ მოქმედებებს პირველივე სესიაზე, დაიწყება აქციები უკვე და ეს აქციები მასობრივ ხასიათს მიიღებს, გარწმუნებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. აი ეს არის ის, რაც მე მინდოდა თქვენთვის შემეტყობინებინა. ამის შესახებ ჩვენ პირველში გამოვაცხადებთ, შევთავაზებთ ღიად, საჯაროდ. მათი არჩევანი იქნება, გაიზიარებენ თუ არა ამას და დაიწყებენ თუ არა მოქმედებებს. ახლა ის, ასე ვთქვათ, არგუმენტები, რომ შეგვეშალა ჩვენ ახლა იუსტიციის საბჭოს შესახებ კანონის მიღება, შეცდომა მოგვივიდა და ამიტომ კუბლაშვილი უნდა იყოს კიდევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს შეურაცხყოფელია უბრალოდ გონებისათვისაც შეურაცხყოფელია, მოგეხსენებათ, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. შეუძლებელია ამის მიღება. და ჩვენი თანამოაზრეებიც არიან იქ პარლამენტში, რომლებიც ასევე მძიმედ აღიქვამენ არსებულ შექმნილ ვითარებას და ახლა გადააქვთ აქცენტები საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე, რომ ახლა როცა აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი, რაღაცა გადაიხედება. ჩვენ ვერც ამ არგუმენტს ვერ მივიღებთ, შეუძლებელია ამ არგუმენტის მიღებაც. იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ უშლის ხელს დღეს პარლამენტს, რომ კუბლაშვილი ჩამოაცილოს სასამართლო ხელისუფლებას. აქ არის კონკრეტული საფრთხეებიც, კერძოდ ბატონი კუბლაშვილი აკონტროლებს მთლიანად მოსამართლეთა კორპუსს. თქვენ იცით ცნობილი სამარცხვინო გადაწყვეტილებები, მაგალითად ხვედელიანის და ახალაიას შესახებ მიღებული, რის გამოც ჩვენ კუბლაშვილის უწყებასთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან წითელი ბარათების აქცია მოვაწყეთ. ჩვენ ვდგავართ ახლა იმ საფრთხის წინაშე, რომ ბატონ ბაჩანა ახალაიას მალე გამოუშვებენ სასამართლო დარბაზიდან ან სხვა გზით, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე პროცესებს ქვეყანაში. ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად პარლამენტს აქვს საშუალება იმოქმედოს. თუ არ იმოქმედებენ, მათზე იქნება პასუხისმგებლობა, ვერ იტყვიან მერე ისინი, რომ ასეთი გზა არ იყო. რა თქმა უნდა, მოვითხოთ, როგორ შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ არ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღძრული იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც იყო სახელმწიფო ტერორის ერთ-ერთი თანაავტორი, სახელმწიფო ტერორის დანერგვის თანაავტორი. ახალ ხელისუფლებას არ უნდა გვითხრას, რომ ესეთი რამე არ ყოფილა და ჩვენ მოგველანდა, ან და უნდა თქვას, რომ ეს 320,000 ადამიანი, რომელიც გაძარცვეს ელემენტარულად, სინამდვილეში ღირსები იყვნენ ამისა და ღირსები იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც აწამეს და გააუპატიურეს და გააუბედურეს
ამ 9 წლის მანძილზე. ან ეს უნდა თქვან, ან და უნდა მინიმუმ ჩამოაცილონ კუბლაშვილი ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას და ის რომ სააკაშვილის იმპიჩმენტისათვის არაფერი არ გააკეთეს, ეს ამ ლაქას ვერასდროს ვერცერთი დეპუტატი მინდა ვთქვა ვერ ჩამოირეცხავს, ვინც ამის მომხრე არ იყო რა თქმა უნდა და აქტიურად არ მოქმედებდა. ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად კიდევ. მათზე იქნება პასუხისმგებლობა, მთელ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის რესტავრაციის რევანშის პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს იმ ფორმით, როგორითაც იყო. თუმცა მათი გათეთრების და ესეთი მათ მიმართ ტოლერანტული და კოაბიტაციური დამოკიდებულების შედეგად ჩვენ ძალიან მძიმე პროცესებს ვღებულობთ და რაც თავარია ხალხში მთლიანად დაიკარგა სახელმწიფოსადმი ნდობის ფაქტორი. ან ტოტალური უნდობლობაა გაბატონებული ქვეყანაში. და საერთოდ სამართლის როგორც სახელმწიფოს როგორც სამართლის აღსრულების ინსტიტუტის მიმართ შეირყა რწმენა, ეს ზოგადად ძალაუფლების ქვეყანაში სტაბილურობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები არის. და მოუწოდებ ახალ ხელისუფლებას რომ გააცნობიეროს, რომ ისინი თავიანთი ამ კოაბიტაციით და აი ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომებით მთლიანად ქვეყნის მომავალს უქმნიან საფრთხეს. აქედან გამომდინარე ჩვენი მოქმედებები, ეს პროტესტი, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ, არა მარტო პროტესტია პროტესტისათვის, არამედ ღირსების აღსადგენად არის მიმართული და სახელმწიფოებრივი მოქმედებებია. აი ეს ამას მინდა ხაზი გაუსვა. სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია. და ვისაც აქვს ეს განცდა, ვით შეურაცხყოფილია იმით, რაც ხდება, შეუძლია მობრძანდეს კვირას 3 საათზე უზენაეს სასამართლოსთან და გამოხატოს თავის პოზიცია. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა. ჩვენ მიგვაჩვია სააკაშვილის რეჟიმმა ამ NDI-ის და AIRA-ის გამოკითხვებით საზოგადოებრივი აზრის მართვას. ძალიან არ ვისურვებდი მე, პროფესორეთ, ძალიან დიდ წუხლის გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება ანალოგიურ გზას დაადგა და საკუთარი NDI-ის შექმნის მიმართულებით წავიდა. აი ეს მინდა ვთქვა იმ ცნობილ გამოკითხვაზე, სადაც სრულიად აბსურდული რამეები წერია, კერძოდ ახლა წერია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს 35% მაგალითად რეიტინგი. ნდობის რეიტინგი და ბატონ მარგველაშვილს აქვს 53%. აქ მე არც მარგველაშვილს ვეხები. ახლა როგორ შეიძლება რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს 35% და მარგველაშვილს ჰქონდეს 53%? ხომ ეს ნიშნავს რომ მისი ინდივიდუალური რეიტინგი დიდად უსწრებს თვითონ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, რაც ახლა სრული აბსურდი და სისულელეა მოგეხსენებათ და აქ ახლა გასაგებია რომ ავტორებმა იმისთვის გააკეთეს ეს რომ ხაზი გაესვათ იმისათვის რომ ბატონი მარგველაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, დამოუკიდებელი რეიტინგია. ამის წინააღმდეგ კი არაფერი მაქვს მე, მაგრამ როდესაც ასეთ კვლევას აქვეყნებენ, პატივი უნდა სცენ საკუთარ მოქალაქეებს და მათ გონებას უნდა სცენ პატივი და ასეთი სისულელეები და აბსურდები კვლავ თავს არ მოგვახვიონ, იმიტომ რომ გავლილი გვაქვს ეს ჩვენ ცნობილი NDI-ის კვლევები გახსოვთ არა ბოლოს გავიწყდებათ რატომღაც რომ ბოლოს აგვისტოს კვლევა იყო თუ არ ვცდებით 13% დაუწერეს ქართულ ოცნებას და 17% ბატონ გიორგი თარგამაძის პარტიას ქრისტიან დემოკრატებს. ხო გვახსოვს ეს ყველაფერი? ეს თავისთავად შეურაცხყოფელი იყო იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გონებას არ ცემდნენ პატივს, მოდით ასე ვთქვა და ახლაც ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს და როგორც ჩანს ჩვენ რაღაც სისტემური ნაკლი გვაქვს ზოგადად საზოგადოებას რომ ასე პატივს არ გვცემენ და ასეთ სისულელეებს გვახვევენ თავზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს ჩვენ მედია კავშირი ობიექტივთან ერთად ჩავატარებთ კვლევებს თუ გახსოვთ
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები თუ გახსოვთ, ზუსტად ისე დაჯდა პასიანსი, როგორც ჩვენ კვლევებში დაიდო ყოველგვარი ანგაჟირებულობის გარეშე და საერთოდ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ კიდევაც, რომ რაღაც ობიექტური კვლევების შესაძლებლობა გქონდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, რომ ისე რომ აი ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევები გადაქცეული იყოს პოლიტიკური მართვის და პოლიტიკური ტექნოლოგიების ნაწილი არ უნდა იყოს ეს. ეს უნდა იყოს წესიერი პატიოსანი კვლევები. და ეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ რამენაირად, რომ აი ეს ნდობა გქონდეს რომელიმე ორგანიზაციისადმი, რომელიც ატარებს ამ კვლევას. არაფერს. ამას რა თქვით? უზენაეს სასამართლოთა კვირას 3 საათზე იქნება. მოდი გიორგი დაჭიქე. სექტემბერში სტარტდება. ეს კიდევ ერთხელ იქნება პროტესტის გამოხატვის, ანუ ჩვენი მხრიდან ეს იქნება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ არ ვეთანხმებით და არ ვეგუებით იმ პროცესებს, რომელიც დღეს იმართება საქართველოში. ხალხის მოლოდინი ფაქტიურად არ გამართლდა და ეს არის ღალატი ახალი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ძალა, რომელიც ალიანსში შედის თქვათ ამ ეგრეთ წოდებულ კოჰაბიტაციაში იმ ხელისუფლებასთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში აწამებდა ხალხს, ეს ისეთივე ღალატია, როგორც თქვათ, რასაც ჩადიოდა ის ხელისუფლება, ვისაც უნდა დაეცვა თავის მოსახლეობა და ის პირიქით აწამებდა და აწვალებდა, ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ არასდროს არ შევეგუებით, არც ალიანსში არავისთან შეობდა, არც კოჰაბიტაციას ვაპირებთ. ჩვენ ვართ სრულად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც თავის პროტესტს ყოველთვის გამოხატავს. ეს იქნება აქცია, ეს იქნება თქვათ პრესკონფერენცია, ან სხვა რაიმე ფორმით გამოხატვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის მხარეს. ანუ ის მოთხოვნილება, რაც ჰქონდა ხალხს, თქვათ, ის მოთხოვნა, ის მოლოდინი, რომელიც არ გაუმართლა, ასე ვთქვათ, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური ძალა, თუ ამის საშუალება მოგვეცემა, რასაკვირველია, ისევ ხალხის არჩევანის შედეგად, თუ ამის საშუალება მოგვეცემა, ჩვენ რასაკვირველია ხალხს ამ დანაპირებს აუსრულებთ.